მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღეს სამშაბათია. ტელეკომპანია პლუსის ეთერში საავტორო გადაცემა სტუმრად მალხას გაბატაცესთან. დღეს არაჩვეულებრივი სტუმარი გაყოლება ჩემს გადაცემაში. სანამ მოვიწვევდეთ ჩემს გადაცემაში დღევანდელ ჩემს სტუმარს, მანამ მინდა გიბნევათ ერთი ლამაზი სიმღერა. მხოლოდ თქვენთვის. მაშასე დღევანდელი ჩემი სტუმარია უნიჭიერესი ადამიანი, კაცი პოზიტივი, ჟურნალისტი ბატონი ბესო ჩუბინიძე. თქო ბატონო ბესო, მოგესალმებით. მშვიდობისა. ძალიან საინტერესო წარდგენა იყო, ძალიან საინტერესო ფონი შემოსვლისას. დიდი მადლობა, პირიქით, მადლობა თქვენ მობრძანებისთვის. მობრძანებთ ჩემ განაცემაში. მადლობა მოწვევისთვის თქვენ. როგორ გაწყობაზე ხართ? ტრადიციულად საბრძოლო, ტრადიციულად ურთიერთობისთვის და ტრადიციულად და კარგი შემართებით. ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხის გასაცემად მზად ვარ. ნახოთ. მაშინ თხოვთ, საბრძოლეთ. უსაჩუქროდ არ მოსულა. და ჩემი ახალი წიგნი მოგიტანეთ საჩუქრად და დღეს ტელევიზიას მინდა აუტოვო ჩემი სამი რომანი საჩუქრად. დიდი მადლობა. ძალიან ბევრი ისტორია და ძალიან ბევრი კაკამის სახელში. ტელევიზიის სახელით, ჩემი განაცემის სახელით, ბატონ ბესო ჩუბინიძე სანავაზის საჩუქრისთვის დიდი მადლობა ბატონო ბესო. აბა რა ხდება? სანამ დავიწყებდეთ კითხვა პასუხებზე. კი ბატონო. შემართებით. კი ბატონო. მე მინდა ჩემს ტელემაყურებლებს გავანდო, რომ რამოდენიმე დღის
წინ 3 თებერვალს 2 წელი შეუსრულდა რაც გადაცემაში გავიდა ჩვენი ტელეკომპანია პლუს. დაბადების დღის მომents ვისა იყოს მაშინ ეს ჩემი საჩუქარი და ახლა შენ დაიწყე მე დავამთავრებ აი ამ. თქვენი სახელი, ჩემი გადაცემის სახელი, ჩემ მშობლიურ ტელეკომპანია პლუს ულოცა დაბადების დღეს უსულო. წისვლას გამარჯვებს და ბევრი გადაცემები. ეს 2 და სხვა 200. ხა თლიან შემოადგენლობას. აბარა. მაშინ რადგანაც თქვენ უკვე სათან ხარ და ხარ აი განწყობით. აი შემოთები დავიწყოთ. ზადო. მაშასე პირველი შეკითხვა ბატონ პესო ჩუბინიძეს. ვინ არის პესო ჩუბინიძე? აუ, ეგ ყველაზე რთული კითხვა არის, ის პასუხის გაცემაც მე შეიძლება მომიწიოს. ეს არის ერთი ჩვეულებრივი, ან შეიძლება არაჩვეულებრივი რიგითი ქართველი ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს თავისი ქვეყანა, რომელსაც უყვარს თავისი სამშობლო ძალიან და ყველგან სადაც არ უნდა იყოს, მსოფლიოს რომელ წერტილშიც არ უნდა იყოს, ყოველთვის ამ ქვეყნის საქმეს გააკეთებს. ასე დავახასიათებდი მაგ კაცს მე, რომელსაც ხან ჰომოფობს ეძახიან და ხას. მაგრამ საბედნიეროდ ცოტა ეგეთი ხალხი ვინც მას ეძახის. აი ასე წარმომიდგენია მე კაცი. დიდი მადლობა. მეორე შეკითხვა ბავშვობის ტკბილი მოგონებები. ბავშვობის ტკბილი მოგონებები ხა რა რთული კითხვები გაქვს მომზადებული კაცო რა არის. სხვათა შორის ერთ-ერთ გადაცემაში ვიყავი მე და სიცრუის დეტექტორი თუ ვიცით ასეთი გადაცემა იქ ჩავიჭერი ზუსტად ასეთ შეკითხვაზე რომ ქონდა თუ არა ბავშვობა ისეთ როგორც აღმოჩნდა მე იმ გაგებით რა გაგებითაც შეიძლება ადამიანს ბავშვობა ქონდეს მე არ მქონია ბავშვობა თქო უფრო ბრძოლაში გავატარე ეს ჩემი ბავშვობა საინტერესო ადამიანების გვერდით გავატარე ეს ჩემი ბავშვობა ისეთები როგორც იყვნენ მერაბ კოსტავა ზვიად გამსახურდია და ადამიანები რომლებიც ეროვნულ მოძრაობას იწყებდნენ 1988 წლიდან და მაშინ როცა მე 13-14 წლის ვიყავი ეს იყო ჩემი ბავშვობა აი აქედან მახსოვს მე ჩემი ბავშვობა და ნუ ქართული ეროვნული მოძრაობის მედროშეობა ეს იყო ჩემი ბავშვობა შავი საქმის კეთება პროკლამაციების გაგვიდან დაწყებული ხელნაწერი პირველი დამოუკიდებელი ჟურნალ გულნადების გამოშვებით რომელიც 14 წლის ვიყავი რომ გამოვეცი პირველად 1988 წლის 8 მარტს გამოვიდა მისი პირველი ნომერი ილია ერქვა სახელად ეს იყო ჩემი ბავშვობა და ანუ თუ ამ ბავშვობას ჩავთვლით ახლა დეტექტორზე არ ვარ ახლა მიერთებული ხო კამერები თუ ამ ბავშვობას ჩავთვლით ეს იყო ჩემთვის იდეალური ბავშვობა იმიტომ რომ გარემოში გავიზარდე რომელსაც ერქვა ოჯახი რომელსაც ერქვა პატრიოტიზმი შეპყრობილი ადამიანები და 9 აპრილის თაობა ეს იყო ჩემი ბავშვობა 9 აპრილის თაობა სამი თვისება რომელიც გამოგარჩევთ სამი თვისება გამომარჩევს ვისგან გააჩნია მაგრამ ალბათ ზედმეტი სიხისტე ხშირ შემთხვევაში იმიტომ რომ ხისტი ბუნების ადამიანი ვიყავი აქამდე მაგრამ აგერ 15 აპრილის 50 წლის იუბილე ვარ და ხვდები რომ ნელ-ნელა მაქვს და ნელ-ნელა ვღვინდები ალბათ სიხისტე მეორე ის რომ ცოტა ის არის ცუდი თვისება მიმდობი ადამიანი ვარ ყველას მიმართ მეტიც აი შემიძლია შეუნდო ადამიანებს ძალიან ბევრი რამე ხშირ შემთხვევაში ალბათ შემიძლია მტერსაც კი შეუნდო თუ ის მტერი თქვათ იმას გააკეთებს რაც ადამიანებისთვის ქვეყნისთვის და ჩვენი რეალობისთვის არის საჭირო მინდობი და ალბათ მესამე ის რომ ბოლო შანსი არ არის ლოდინი შემიძლია უსასრულო და ბოლომდე შემიძლია უყურო იმას რასაც მე ადამიანს დავპირდი იმიტომ რომ ადრე თუ გვიან დანაპირას ყველა ვარიანტში ავასრულებ ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო თვისება ეს არის რომ საბოლოო ჯამში შემიძლია ადამიანს რაც დავპირდი კარგი თუ ცუდი სხვათა შორის ადრე თუ გვიან შეუსრულო ალბათ ეს რატომ არის პროფესიად ჟურნალისტი
არა მირჩევია მე პროფესია ჟურნალისტიკა, ამ პროფესიამ თვითონ შექმნა ბესო ჩუბინიძე ჟურნალისტი, იმიტომ რომ ეწევანას თქვი 88 წლიდან ჩართული ვარ იმ საქმიანობაში, რასაც ქვია დოკუმენტალისტობა. მე ვფიქრობ, რომ ყველა ღირსეული ჟურნალისტი უნდა იყოს დოკუმენტალისტი ჯერ, ან დოკუმენტალისტობა ნიშნავს სიმართლის ლაპარაკს და არა თქვათ რაღაც მონაჩმახების უფრო გაჩმახებას პირდაპირ გეუბნები რა. ამიტომ დოკუმენტალისტობა რო ავირჩიე 1988 წლიდან 13 წლის ბავშვმა დავჯექი და ხეფურცელზე დავიწყე სტატიების წერა და ჩემი აპარატით სურათების გადაღება, გამჟღავნება ჩემთან სახლში კაბინეტში და იმ სურათების დაბეჭდა ამ ჟურნალში, აი მაშინ მივხვდი რომ მე ამან ამირჩია თვითონ ამ პროფესიამ, თორემ ну პროფესიით დიპლომირებულად საქართველოს ჟურნალისტიკის ინსტიტუტი მაქვს დამთავრებული, დიპლომი ამის მაქვს. თუმცა ფიზიკა მქონდა არჩეული მე და მეტიც სიტყვური ფიზიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე მაშინ გპ-ში და მეორე კურსამდე ვიყავი სანამ ომში წავიდოდი, რა თქმა უნდა იმის რა ქვია გპ-ის სტუდენტი. მაგრამ დამთავრებული პროფესიით, რა თქმა უნდა ჟურნალისტის პროფესია მაქვს და სულ ამბობ რომ ამ პროფესიამ მე თავად ამირჩია, იმიტომ რომ მიყვარს სიმართლისთვის მსახურება, დოკუმენტალისტობა და ისტორიისთვის იმის დატოვება, რაც არის ღირებული. შუაშორის შეიძლება ბევრი რაღაცა არაღირებულიც, მაგრამ ძირითადად ღირებულს ვემსახურები მე ვთვლი და ამას ვტოვებ. ამიტომაც ამირჩია და ამიტომაც ავირჩიე ამ პროფესიას. ბატონო ბესო, მე როგორც ვიცი, თქვენ რამოდენიმე პროექტის კი ბატონო, მეგა ბატონო არის ხო ეხლა მაგალითად 22 მარტს აგერ გაიმართება საქართველოს მამაკაცთა სახალხო დაჯილდოების ცერემონიალი ოქროს არწივის ახალი დაჯილდო მესამე რიგით მესამე. ნუ მანამდე ეს ყველასთვის ცნობილი და აპრობირებული პროექტი, რომელიც 97 წელს დავაარსეთ და 2000 წელს აღინიშნა პირველად მეგას დაჯილდოების ცერემონიალი, ეს არის საქართველოს ხელოვნების და კულტურის აკადემიური დაჯილდოების ცერემონია მეგა, რომელიც ემსახურება სრულად სახელოვნებო სფეროს მისი დაარსების დღიდან აგერ 26 წელიწადია წლის ჩაუგდებლად წლის გამოტოვების გარეშე არა ომი, არა პანდემია, არა რევოლუცია, ჩვენ არაფერი არ გვეხება, იმიტომ რომ ემსახურებით იმ საქმეს, რასაც ერთადერთია მე ვთვლი, შეუძლია საქართველოს გადარჩენა, ეს არის ქართული ხელოვნება და კულტურა. ბოდიში პოლიტიკოსებთან, მაგრამ მე ასე მგონია და ჩემმა ცხოვრებისეულმა პრაქტიკამ მაჩვენა, რომ ქართული ხელოვნება და კულტურა არის ერთადერთი, რამაც შეუძლია გაერთიანოს საქართველო, რამაც შეუძლია საქართველოს სახელი გაუთქვას. ნებისმიერ უცხოელ პოლიტიკოსი რო ჩამოდის ქართული პოლიტიკოსები სატრაბახოთ რას ახვედრებენ ხოლმე ქართულ ცეკვას, ქართულ სიმღერას, բոլთოლოს სხვა თუ არაფერი კოსმოსში რა არის გაშვებული პოლიტიკოსების სიტყვა, არა, ქართული ხელოვნების ნიმუში ჩაკრულო. ამას ბევრი ლაპარაკი არ ჭირდება, რომ ამას და ამას ვემსახურებით აი მეგას პროექტის სახით 26 წელიწადი და ჯერ აი არსებობს 1000 ვიცი სხვადასხვა სახის დაჯილდოებები, სხვადასხვა სახის ამ წლების განმავლობაში ბევრი გამოვიცვალეთ, ბევრი ახლა, ბევრს კიდე გამოვიცვლით, მაგრამ ისტორიულად მეგას დაჯილდოების ცერემონიალმა შექმნა ის სტანდარტი, რასაც მე დღესაც კი ბაძავენ სხვები. ნუ თუნდაც ბაძავენ, მაგრამ კარგი იქნება რომ კარგად მიბაძონ და აი სტანდარტი, რასაც ქვია მეგას დაჯილდოების ცერემონია, არის ათვლის წერტილი ბევრისთვის და მიხარია რომ ეს ასია. თავარია ხელოვნებას ემსახურო ადამიანი და ღირსეულ ხელოვნებას, აი ადამიანები ქმნიან ხელოვნებას და იმ ადამიანებს რომლებიც ჭეშმარიტ ხელოვნებას ქმნიან. და რაც ეხება ოქროს არწივის დაჯილდოების ცერემონია, ხო, მამაკაცთა დაჯილდოების ცერემონია თქვენ მოგიხსენებათ, დაახლოებით 17 სხვადასხვა დასახელების ქალთა დაჯილდოების ცერემონია არსებობს და ბოლო პერიოდში ჩვენ იმდენად რამდენადაც პროფესიონალები ვართ ამ საქმეში, რომელსაც ქვია ვთქვათ კონკრეტული ცერემონიალების ჩატარება დაჯილდოების ცერემონიალებს, გადავწყვიტეთ რომ აი ერთგვარად დაკნინების მცდელობისკენ წაყვანილი ფენომენი ქართველი კაცის უფრო მეტად დაფასებული ყოფილიყო. მაგრამ ქართველი კაცი ვიღაცებს ზედმეტად აერიათ იქ მკვლელებში, იმაში რა ქვია, ოღალატეებში და ასე არ არის. ქართველი მამაკაცი და ქართველი კაცი რეალურად არის მეომარი ადამიანი, მეომარი თავის საქმეში არ გულისხმობს, მაინც ჯარისკაცს. მეომარია ის ქირურგი, მეომარია ის მასწავლებელი, მეომარია ის სპორტსმენი, რომელიც სახელს უთქვავს თავის ქვეყანას და ადიდებს თავის სამშობლოს. და ეს მამაკაცები უნდა ყოფილიყვნენ ამაში დაფასებული და მოფერებული. ჩვენ ისეთი
ხალხი დავაჯილდოეთ ოქროს არწივის პრემიით, რომ აი თავადაც რომ სიხარულის ცრემლებით საუბრობდნენ, აი ხლა სხვა შორის მერტმანაცხოვს ნიკოლეკიშვილი გარდაიცვალა სულ რამდენი 2 თვეა თუ არ ვცდები და 2 თვეც არ არის ჯერ და ნიკოლეკიშვილის სიტყვები მახსოვს ის რა თქმა უნდა გახდა მეგასკიან და ოქროს არწივის პრემიის მფლობელი ამხელა კაცი ვარ და ჯერ ასეთი ჯილდო საქართველოსგან არ მიმიღია, როცა შენს ვისა საერთოდ არ მაინტერესებს არავისი წარმატებულობა, იმიტომ რომ ბევრი წარმატებული უღირსი ადამიანია. ჩვენთვის არის მთავარი ადამიანური მიდგომა, ადამიანობა, ვაჟკაცობა, კაცობა. კაცობა და ვაჟკაცობა არ გამოიხატება ადამიანის წარმატებულობაში, რომ რამდენი წარმატებული ვიცით ადამიანად რომ არ ვარ. აი ოქროს არწივი ემსახურება იმ ქართველი მამაკაცების და ვაჟკაცების პატივდებას, რასაც ქვია არა წარმატებულობა, არამედ ადამიანობა. აქ ჯილდონდებიან ის მამაკაცები, ხა ქალბატონებმა გამოთქვეს პრეტენზია როგორ ჩვენო რატოა მარტო ესე და ნერე უთხარი რომ აი 17 დასახელების ქალთა დაჯილდოება არსებობს და მიაკითხეთ იმათ თუ არა და ჩვენ გიზავთ რაღაცას და რას ესმერება. დიდი მადლობა. პატრიოტიზმი რა არის თქვენთვის? პატრიოტიზმი არის საკუთარი საქმის ღირსეულად კეთება და ყველა პატრიოტია, ვინც აკეთებს ხელისუფლებების კი არა და თქვა პარტიების საქმეს აკეთებს სახელმწიფოებრივად რომ აზროვნებს. აი ეს არის პატრიოტიზმი არის მასწავლებლებში, პატრიოტიზმი არის სპორტსმენებში, პატრიოტიზმი არის ჯარისკაცებში, ჟურნალისტებში, საკუთარი საქმის ღირსეულად კეთება არის ყველაზე დიდი პატრიოტიზმი. ვიღაცა შეიძლება პატრიოტიზმი შეიძლება იმაშობიან ხოლმე დროშის კნევაში შეეშალოს. არა ბატონებო, დროშის კნევა არ არის პატრიოტიზმი. არის ამ დროშის დაცვა პატრიოტიზმი თუ მკითხა. ამ დროშის სახელის დაცვა და იმ ჰიმნის ეს არის პატრიოტიზმი, რაც გამოიხატება შენი საქმის ღირსეულად კეთებაში და მსახურებაში. რო ხარ ჟურნალისტი და რო ხარ კაცი და რო ხარ ქალბატონი, უნდა იმსახურო შენი საქმით შენს ქვეყანას და სახელმწიფოს და არა კონკრეტულ პარტიებს. და არა კონკრეტულ მიმდი პარტიები მიდიან და მოდიან როგორც ყოველთვის და შენი ნამსახურები რჩება. ისტორია როგორ გაიხსენეს შენ ნამსახურებს ეს არის მთავარი. მეტი ეს არის პატრიოტიზმი. ქართველი ერის დიდი პრობლემა. ქართველი ერის დიდი პრობლემა არის იცი რა, ადამიანების და ესეთი პატრიოტების, რომელზეც ახლა წინა კითხვაში გიპასუხეთ, სიცოცხლეშივე არ დაფასება. და მოკვდა თუ არა ყველა მაცხონა ცოცხალი არვინ არ შეიყვარავ, ხო? აი ამ პრობლემის დაძლევა. ამის პრობლემა, ამის დაძლევა პრობლემა. და ამას ვემსახურები მე მთელი ჩემი ცხოვრება, აგერ უკვე 13 წლიდან თქო 50 წლის ხდები ახლა, რომ დააფასოს სიცოცხლეშივე ის ადამიანები, ვინც ემსახურებიან თავისი საქმით და პატრიოტიზმით აი ამ ქვეყანას და სახელმწიფოს სახელად საქართველოს. რას ნიშნავს თავისუფლება? თავისუფლება არ ნიშნავს იმას, როგორც დღეს ბევრს წარმოუდგენია. და როგორც თავისუფლება გინდა გითხრა რას? თავისუფლება ნიშნავს ჩარჩოებს. ჩარჩოებს იქით გასული თავისუფლება არის ანარქია. ანარქია არის სახელმწიფოს დაღუპვა, შენი პიროვნების დაღუპვა, პიროვნულად შენი განვითარების გზის დაღუპვა. თავისუფლება არის, როცა შენი საკუთარი თავი ყავს მოქცეული ჩარჩოებში. რომლის იქით არ გადადიხარ. თავისუფლება, რომელსაც არ ახლავს ჩარჩოები და საზღვარი, არის ანარქია და ყველაზე საშინელი რამ, რაც შეიძლება ჯერ შენ საკუთარ თავს დამართო და მერე დამართო შენ სახელმწიფოს და შენ საქმეს. ამიტომ თავისუფალი ხარ მაშინ, როცა გაქვს ჩარჩოები. დროის მანქანა რომ გქონდეთ. რომელ ეპოქაში იმუშაობ? ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ დროის მანქანაზე ფანატები ბავშვობიდან მინდა დროის მანქანის გამოგონება. ფიზიკა მათემატიკოსი იმიტომ მინდოდა გამხდარიყავი და ფიზიკის ყველა კანონს იმიტომ სწავლობდი კარგად და ფორმულებს, რომ მინდოდა შემექნა აი მატერიის ეს ჯერ წარმოუდგენელი, თუმცა მე გონია რომ ჯერ ჩვენ არ ვიცით, მაგრამ უკვე არსებული დროის მანქანა. დროის მანქანა რომ მქონდეს, მე რა თქმა უნდა არ ვიქნები ბანალური და დავით აღმაშენებლის ეპოქაში ვიცხოვრებდი.
და დავით მე ჩემმა ერთ-ერთმა საყვარელმა მწერალმა თამაზ ჭეიშვილმა მაზიარა იმ რეალობას, რასაც ქვია თქვათ ფანტასტიკის ჟანრი, ხო? მისი სირიუსი დუმალის დუმარი ნაწარმოები, რომელიც ახლა მეორედაც გამოიცა, ჩემი ბავშვობის ოცნება იყო და ჩემი ერთ-ერთი რომანი სხვათა შორის უკან მომავალში აფხაზეთის ოკეანე და სამაჩაბლოს ომის პრობლემა მაგაზი აი ამ პათოსით არის დაწერილი და მე იცის ბატონმა თამაზმა ჩემი მისწამი დამოკიდებულება ბავშვობიდან დროის მანქანის გამოგონება მინდოდა და ოდესმე წასვლა დავით აღმაშენებლის ეპოქაში, თუმცა მე როცა რაღაცა ღირებულებები გადავაფასე, მომინდა აი აქეთ უკვე 1921 წლის საქართველოში დასაწყისში ყოფნა და იგივე ნოე ჟორდანიასთან საუბარი და იგივე კაკუცასთან საუბარი და იმ შეცდომებზე საუბარი, რაც მათ დაუშვეს ქართული სახელმწიფოებრივი შექმნასთან დაკავშირებით. დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი ვიყოლებდი სტალინს რესპონდენტად. აი ეს იქნებოდა ჩემი დროის მანქანის სივრცეები რა. დავით აღმაშენებელი, ნოე ჟორდანია და სტალინი. სანამ მომდევნო კითხვაზე გადავალ, ბატონებო, ცოტა აი ჩემ გადაცემას ინტერვიუნული კითხვები ფორმა დამისვა. გამოვიყენე იმისთვის, რომ მე მინდა კიდევ ერთხელ მაშინაც მადლობა გადაგიხადეთ. ჩემთან მოყვედით თეატრში და ეს არის. კი ბატონო, კი. და კიდევ ერთხელ ითით მადლობას. ის არის ლამაზი სიტყვებისთვის, რაც თქვენ სცენიდან ვაჩუქეთ და გაგვილამაზეთ ის სიტყვები და მოგვართ. ჩემ მოხდა თეატრი არის ერთ-ერთი სუხე ნაწილი იმ ხელოვნებისა რა ხელოვნებასაც თუნდაც მე ვსახურებ. თეატრი არის ის შატშორს ვერ ვიტყვი ხავ თანამედროვე თეატრებში ასეთ ბევრს მომძებნი მეთქვი, მაგრამ მე მამაჩემს ბავშვობიდან დავყავდი მარჯანიშვილის თეატრში და რუსთაველის თეატრში ყოველ შაბათ-კვირას. მაშინ შემიყვარდა მე არ ვიცი ის სპექტაკლები და ის ხალხი, ის ლეგენდარული ადამიანები, რომლებიც ემსახურებოდნენ სამწუხაროდ ცოტა ნირჩებიან უკვე, ხო? და მაშინ გავიცანი მე ეს ადამიანები ზინაიდა კვერენჩხილაძე და გურამ საღარაძე გამოვიდნენ ჩემს პირველ ღონისძიებაზე, როცა დავაარსე სიყვარულზე 15 აპრილი და 1994 წლის 15 აპრილს რუსთაველის თეატრში მისი დაფუძნება მოახდინეთ. ეხლა ხვდებით ხო ზინაიდა კვერენჩხილაძე და გურამ საღარაძე და ავტოშარვაძე და ასეთი ადამიანები რო იქნებიან სცენაზე, რაზე ხარ გაზრდილი. ეს არის თეატრი. მე ლურჯი ურჩხული უყურებ პირველი სპექტაკლი თორცე მარნა ჯანაშია თამაშობდა მაშინ იქიდან მოვიწამლე ამ თეატრის მაყურებლის სტატუსი განა ის რომ მეოდესმე მომიწევდა სცენაზე დგომა წამყვანი სტატუსი თუნდაც რაღაცა იმ სცენაზე სადაც თამაშობდნენ ეს ადამიანები დიდებული გენიალური მსახიობი ას მელაპარაკები ადამიანები რომლებიც აღარ განმეორდებიან კი მოდის კარგი თაობა მოდის მაგრამ ეს არის ხელშეუხებელი ფონდი და ამიტომ მე თეატრს და თეატრის მოყვარულ ადამიანებს ვაფასებ კი არა და ტაშს დაუკრავ ყოველთვის. დიდი მადლობა. ტრები რატომ? ტრები რატომ ყავ, რა ვიცი, უნტრო კაცი ცოდვაო, მე ბევრჯერ მსმენია და კიდე იმიტომ რომ მამაჩემმა მასწავლა ქვასიმხეს ესვიან, რომელიც ნაყოფს იძლევაო შვილო და არ გაგიკვირდესო ქვებს თუ გესვიან, ხა ალვის ხეს ქვის სწორას არავინ დაუწევს. ქვას მეც კი ბავშვობაში ვესროდი იმას, როცა მსხალი მინდოდა ჩავმეგდო და კომში და ის რა ქვია ვაშლი. ალბათ იმიტომ რომ იცი რა არის, ალბათ მე მგონია რომ და პრაქტიკამაც მაშონა და ადამიანთა ურთიერთობაში აღმოჩნდა ისე რომ იმ ადამიანებს ვემსახურები და იმ ხალხს ვემსახურები, რომლებიც ემსახურებიან ჩემს სახელმწიფოს სიძლიერეს და სახელმწიფოს რომ მტრები ყავს, ზუსტად ის მტრები ყავს მეც. ჩემი მაგინებლები ძირთადად არიან სახელმწიფოს მაგინებლები. სახელმწიფოსი და არა ხელისუფლებების, ხვდებით ხო? ამას ყოფ მე. ხელისუფლება არასოდეს არ არის სახელმწიფო. ხელისუფლება ვალდებულია უზრუნველყოს სახელმწიფობრიობა, დაიცვას მისი მშვიდობა, დაიცვას მისი ერთიანობა, არ გაყიდოს მიწები, არ ჩააბაროს ტერიტორიები. ამას უნდა ემსახურებოდეს ნებისმიერი ხელისუფლება და ტრები იმიტომ ყავს რომ ემსახურები იმ ადამიანებს, ხელოვან ადამიანებს, ვინც ემსახურებიან საკუთარ სახელმწიფობრიობას. თეატრი, სახელმწიფობრიობა. მე იმ სახელმწიფოს ზედავატირე, რომელსაც თეატრი არ არის. ის არ არის სახელმწიფო ჩემს გონებაში და ჩემს წარმოსახვაში, მე რომ მკითხო. თორე ბევრი ეგეთი კაცობრიობა. რა არის თქვენი მიზანი?
მიზანი არც აქ ვიქნები ბანალური და იმასაც გეტყვი რომ მეგას ყოველი შემდეგი ან ოქროს არწივის ყოველი შემდეგი დაჯილდოების ცერემონია სოხუმის დრამატული თეატრის სცენაზე ჩავატარო. მე ნამყოფი ვარ იქ, მე ქონდა ბედნიერება მეომა სისხლით ჩემს ბიჭებთან ერთად სოხუმისთვის, როცა ვიყავით 18 წლის და მე მინდა ის თელი ჩემი ნააზრევი და ჩემი თელი ჩანთხეული სისხლი დაბრუნდეს აი ამ ჩემი პროექტების სახით სოხუმის დრამატული თეატრის სცენას და თუნდაც სპექტაკლების და თუნდაც დაჯილდოებების და არ ვიცი აი ეს არის თელი მიზანი რომელიც ზუსტად ვიცი რომ ძალიან მალე ასრულდება და მე სხვა მიზნები მექნება უკვე რით кайფობ და სუფთაჰაერით ჟანგბადით ხარისხიან ადამიანებთან უყურებასაობ ხარისხიან ქართველებთან ურთიერთობით მათთან ერთად სიმღერით, მათთან ერთად ცეკვით. მე ამ თემურ მეუბნეო და ცხონებული ჩემ მეგობარ თემურ ციკლაური რომ ბესო შენ არც სიმღერა გამოგდის, არც ცეკვა გამოგდის, მაგრამ ხარ ადამიანი, რომელიც აფასებს იმ ადამიანებს, რომლებიც კარგად ღერიან და კარგად ცეკვავენ და შენ ამ ადამიანების მსახური ხარ. მე ზუსტად ამ ადამიანების მსახური ვარ, თორე ქართული ქორეოგრაფიის თითქმის ყველა მოღვაწე ჩემი მეგობარია. და როგორღაც მასწავლიან ახლა გასმასაც და ხელის გაშლასაც ეგ არ არის პრობლემა და სიმღერასაც კი ხა რა ვიცი მე და ნუგზარ ერგემიძე დუეტში ვიმღეროთ თუ კი გესიზმრები თვალწები 2007 წელი იყო ერთ-ერთ საქონლო პროექტში პირდაპირ ეთერში ფილარმონიაში იყო ესეთი პროექტი ჟურნალისტები და პოპულარული მომღერლები საქონლო პროექტი იყო თეონა ფირანიშვილის ვენაცვალე და მაშინ ისევ ღელავდი ისევ ღელავდი რომ აი საწავსულიყავი არ ვიცოდ ნუგზარ ერგემიძესთან ერთად თუ კი გესიზმრების ღერის ბესოჭუბინიძე სცენა პირველი ადგილი ავიღეთ ისეთი მონდომებით ვღეროდი და მე სამკეთკი ჩავწერე ეს სიმღერა აი ალბათ მაგაზე მაქვს საუბარი რა ზუსტად რომ ცეგარი რა ჩემ პასუხი ქართული შოუ-ბიზნესი არსებობს ქართული შოუ-ბიზნესი უფრო კარგ მდგომარეობაში არსებობდა მაშინ როცა მე და ჩემი გუნდი და ჩემი თქვათ ჟურნალი ვარსკვლავები ემსახურებოდა ამ საქმეს მაშინ იყო ქართული შოუ-ბიზნესი რაც ნიშნავს იცი უფრო ხარისხიან ბილეთს რო ვყიდით და სპორტის სასახლეში 12000 კაცი რომ მოდიოდა და ვავსებდით დარბაზს და თუნდაც ჩემი პატარა შვილი ბაჩო ერთ პერიოდი ღეროდა და იყო ვარსკვლავი და დარბაზებს რო ვავსებდით რაიონებში რო ჩავდიოდით და ფულ შოულობდით ამას ქვია შოუ-ბიზნესი თუმცა დღესაც არსებობს არავინ არ თქვას რომ არ არსებობს ოღონდ რა თქმა უნდა ცოტა უფრო კლუბურ დონეზე გადასულ იმაში. რა თქმა უნდა ხა თითზე ჩამოსათვლელი მომღერლები არსებობენ, რომლებიც გაავსებენ ფილარმონიას და ისიც გაავსებენ, აი თქვათ ბილეთების ასე ხელზე გაყიდვით ვერა სამწუხაროდ. აი კლუბ მონოპოლში ავსებენ ხოლმე ხშირად იმას ბილეთებს უფრო კლუბურ იმაზე ფილარმონიაში რამდენიმე კონცერტი გამართულა ესეთი, მაგრამ სახელმწიფოს გვერდში დგომით და სახელმწიფოს მე თუ დარბაზის იჯარა გამიხდა გადასახდელი იქ რა უნდა დავადო ბილეთს ნუ გავყიდო ხო სპონსორების გარშე არ გავა იმიტომ რომ ამან იმოქმედა ინტერნეტმა იმოქმედა YouTube-მა იმოქმედა ვირტუალურა სივრცე იმდენად ადვილად გახდა უკვე ხელმისაწვდომი ყველაფერი კონცერტებზე ბიზნესის კეთება ცოტა გართულდა თუმცა ეგ მე ჩემს ბებერ მგლებს და ბებერ ლომებს ვეძახით ბიჭებს ივერიელებს რომლებიც მყარად არიან და კარგად არიან ბატონო თამას ქაჯაიასთან ერთად უკეთებთ ორგანიზებას და დავდივართ რაიონ სოფელ და ვავსებთ დარბაზებს და მოყვავს ხალხი და ყიდით ბილეთებს ასე რომ დოზირებულად მაინც არსებობს როგორი მეუღლეა ბესოჭუბინიც იდეალური მეუღლის განმარტება არ არსებობს მაგრამ მე ჩამოგითვლი სამ რაღაცას და მე პასუხი შეიტონ გაიცი. მე დარგული მაქვს ხე, გაზრდილი მყავს, რომელმაც გაიხარა და დღესაც ხარობს ხე და ხეები ბევრი, ჩემს ეზოში, სადაც ცხოვრობ, ვაზისუბანში და ხაშურში, სოფელში და რუსთავში, სხვათა შორის ბავშვობაში ჩემი დარგული ხე, დღესაც უკვე დიდი ხე. უყურე, მე დარგული მაქვს ხე, რომელმაც გაიხარა. მე მყავს ჩვენ ყავს შვილი, რომელმაც გაამართლა და გამოვიდა კაცი და ვაშკაცი ბიჭი. ჩვენ ყავს შვილი და ჩვენ ავაშენეთ სახლი. აი ადამიანის სამი დანიშნულება.
მე უღელში შექმნული ადამიანის სამი დანიშნულება არის ეს დარგოს ხეები, ბავშვები, ყავდეს ისეთი რომ ღირებული იყოს და აშენოს სახლი. პირდაპირ გაგებით კი არა, სახლი აშენეზე ლაპარაკი აქვს. ხო, ის არის. აი ეს არის ჩემი პასუხი. შესაბამისად, ახლა ესეთი შეკითხვა უნდა გისვათ. გამოვუშვი. მე ქალთანი არის ბესუჩუკონის. ვაიმე ღმერთმა დაიფაროს რომ არ იყოს. ღმერთმა დაიფაროს რომ მე კაცთანი არ არის. ხო, ღმერთმა დაიფაროს რომ ბესო ჩუბინძე არ არის მე კაცთანი. აი მაგის გამო ვერ მიტანს ბევრი რომ მე კაცთანი ვერ გამხადა იმ საზოგადოებაში, რა საზოგადოებაშიც მე პროტესტის გზნობა მიჩნდება ხოლმე. რა თქმა უნდა. მორწმუნე ხართ? შეძლების დაგვარად მე შეიძლება ვერ ვიცავ ყველა მარხვას შეიძლება ვერ და ეს ჩემი დანაშაული კი მე მწავს ღმერთის და მე პირდაპირ საუბრებ გუფალთან მე ვიცი მისი როლი ჩემს არსებობაში ჩემს ჯანმრთელობაში ჩემი ოჯახის ჩემი მეგობრების და მე რომ უფლის არ მწამდეს მე ვერ ვიქნებოდი ის რაც დღეს ვარ და არ მომეცემოდა იმ მსახურების საშუალება ადამიანების რა ადამიანებსაც მე ვსახურებ. რა თქმა უნდა. ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებთ. ფრაზა, რომელსაც ხშირად ვიყენებ. ალბათ ის რომ ქართველებო ემსახურეთ თქვენს ქვეყანას სადაც არ უნდა იყოთ. ბოლო დროს ხშირად მიწევს ამ ფრაზის გამეორება. აი ხშირად, სადაც არ უნდა ჩავიდე სოფლიოს რომელ ქვეყანაში, თქვათ ჩემი წიგნის პრეზენტაციებით დავდივარ, ღონისძიებებზე გადაღები ხა პროფესია მაქვს, მე ჟურნალისტი ვარ, გადაღებები დავდივარ ხოლმე სხვადასხვა ქვეყნებში, სცენებზე მიწევს გამოსვლა და ყოველთვის ამას ვამბობ. ქართველებო ემსახურეთ თქვენს ქვეყანას სადაც არ უნდა იყოთ. მილიონი რომ გქონდეთ. რაც გააკეთეთ. ჯერ მითხარი ლარში, დოლარში თუ ევროში? სულაც იმის მიყარა, იმიტომ რომ მილიონი ლარით უფრო ნაკლებს გავაკეთებ, მილიონი დოლარით უფრო მეც და მილიონი ევროთი კიდევ უფრო მეც. ბატ ევროში. ხუმრობა იქით იყოს და მილიონი რომ მქონდეს, ალბათ იმას გავაკეთებდი, რომ ბაზას შევქმნიდი ჩემი ტელეკომპანიისთვის, ბაზას შევქმნიდი ჩემი საქმისთვის და ისევ გავაგრძელებდი უფრო ხარისხიანად მსახურებას ადამიანებისთვის. აი ამას გავაკეთებდი რომ ბაზას შევქმნიდი ამისთვის და პრაქტიკული კითხვა იყო და პრაქტიკულად გიპასუხე მეტი რა უკნა ეხლა. ეთახმე. სიტყვა რომელიც არ გიყვართ. ვა. ერთი სიტყვა უნდა იყოს თუ რამდენი? აი ბოლო დროს მაგალითად ვერ ვიტან სიტყვებს ნაცისტები და ქოცისტები. აი ამ სიტყვებს ვერ ვიტან და ზოგადად ისე რაც ყველა სიტყვას თავის დანიშნულება აქვს ალბათ რა. რაღაც ესეთი გამოკვეთილი არ მახსენდება ახლა რო გითხრა. ზულთ ვინმე. ძულს თუ არა ვინმე? კი, ძულს. მე სიყვარული არ შემეძლებოდა, სიძულვილი არ შემეძლოს. მე სიძულვილი რადგან შემიძლია, ამიტომ შემიძლია 10 მაგათ მეტად სიყვარული. ეხლა არც ჭამბო ამერეჯიბს დავესახსრები და შესაბამისად არც დათოთოშხიას, მაგრამ თუ სიძულვილი არ შეგიძლია, ისე სიყვარულს ვერ შეძლებ. ეს ასია და რა თქმა უნდა ძულს ჩემი ქვეყნის მტრები, ძულს ის ადამიანები, რომლებიც ჩემს სახელმწიფოებრიობას ანგრევენ და მე ვერასოდეს ვერ გავეჯიბრები ქრისტეს ალბათ ცნებებში იმას, რომ გიყვარდეს მოყვასი შენი და გიყვარდეს მტერი შენიო. მე ძულს ჩემი მტერი, მაგრამ ამავდროულად შემიძლია ჩემს მტერს მივცე იმის საშუალება, რომ გამოსწორდეს ჩემთან ურთიერთობაში, ჩემს ქვეყანასთან ურთიერთობაში და ის სიძულვილიც კი სიყვარულში გადაიზრდება ავტომატურად. როგორია თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე? იცი რა არის, მე ჩვეულებრივი ერთი ესეთი სტანდარტული მე არ მაქვს სამსახური მაგალითად, რომ აი დილით 9 საათზე მივდიოდე და საღამოს 9 საათზე მოდიოდე. მქონდა ბევრჯერ ამის შანსი, რომ სადღაც თუნდაც იგივე სახელმწიფო სამსახურებში დამეწყო მუშაობა და ჩემი რუტინული დღე იქნებოდა ის, რომ 9-ზე მივსულიყავი, თქვათ, პირობითად ავიღოთ კულტურის სამინისტროში, დავიწყავი სადღაც კაბინეტში და 7 საათზე გამოსულიყავი მერე. ამიტომ მე რუტინული დღეები ან სამსახური ჩვეულებრივი არ მაქვს. ყოველი დღე განსხვავდება ერთმანეთისგან. აი, გუშინ რომ მაგალითად ათენში ვიყავი, ზეგ სტამბულში ვიქნები, ან ესეთი დღე არ არსებობს, თუმცა რა თქმა უნდა არსებობს ჩემთან
რედაქციაში ასვლა ყოველდღე თუ გადაცემა გასაკეთებელი გადაცემა თუ ღონისძიება და როგორც ასეთი რუტინული ერთი დღე მქონდეს, ესეთი ჩვეულებრივი ერთი დღე არ არსებობს ჩემს. როგორც თქვენ სადაც გიღამდება იკეთება თემა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო საინტერესო. მე მგონი. სანამ დავასრულებთ ჩემს გადაცემას, კიდევ ინა მიულოცა ჩემს მშობლიურ ტელეკომპანია პლუს დაბადების დღე 2 წელი გადაცემა და გავიდა. მოდი მაყურებელსაც მიულოცოთ, კაცო, რატო მარტო ტელეკომპანიის მესოურეს, მაყურებელს მიულოცოთ, რომელიც იცი რა, მაყურებელი ძალიან ძვირფასი თემა. ძვირფასი თემა ის ადამიანი, რომელიც ახლა ზის და ტელევიზორში მიყურებს ჩვენ და გინდაც რაღაცა მოსწონს, რაღაცა თუნდაც არ მოსწონს, ვერა ყველას მოსაწონს ვერ გააკეთებ ვერაფერს შენ ხო? მაგრამ გიყურებს ის თავის შენიშვნად და მაყურებელი ძალიან ძვირფასი რამეა. და მე მგონია რომ ჯერ მაყურებელს უნდა მიულოცოთ ეს 2 წლის დაბადების დღე. ვიდრე თქვენ. რაც გიყურებს ჩვენ. რა თქმა უნდა, ხო, იმიტომ რომ მაყურებელი ძვირფასი რამეა. და დასაფასებელი რამეა და მოგმატებოდეს მაყურებელი. აი მაშინ იქნები 200 წლის სურვილი ჩაფხობილიო გახდე. ეს არის მაყურებლის თავი აფასება. რაც შეეხება ამ საჩუქარს ეს კი ხო, ეს კი დაბადების დღეზე აშკარად ტელევიზია. ტელეკომპანია პლუსის არქივში შეიძლება ნამდვილად თქვენ მიგუთხეთ, იმიტომ რომ საჩუქრისთვის აი რატომა მოწვევისთვის მობრძანებისთვის ასეთი ლამაზი გულწრფელი ინტერვიუსთვის ბატონო გისურვებ წარმატებებს შემოგასწრო ასევე მადლობა შენ და შენი ოჯახის ფარველი და ძირფასო ტელემაყურებლებო ჩვენი გადაცემა ასაკოს მივაყურე და ჩემი სურვილი იყო უიჭერესი ჟურნალისტი ბესო ჯუბეიძე. მე კი გამშვიდობებით, კეთილი სურვილებით, მომავალ შეხვედრამდე.